მოშუშდე. ახლა გუშინ დელიდან. აი ასე შვება. ახლა სილომაზეა. საოცრება. Where are you from? Canada. We are from Georgia. 자, Going down there. დიხანი აქ არ ყოფილვარ და აშკარად დიდი განსხვავებაა. ვინც არიცით ეს ის რესტორანია, სადაც ჩვენ ვიმუშავებთ. უკვე წესით უნდა გვემუშავა 28-ში რომ ჩამოვედით, მაგრამ აშკარა მიზეზი რატომაც არ მუშაობთ. ცოტა ხნის წინ შემოგვიარა ერთმა ასაკიანმა წყვილმა 50 წელია ერთად ვართო. ისეთი უსაყვარლესები იყვნენ. მე და ვაჟამ შევხედეთ ერთმანეთს და გავიფიქრეთ და ვუთხარით კიდევაც, რომ აი იმედია მეთქი ჩვენს რომ 50 წლის თავი გვექნება თქო. თქვენსავით აი ასე სავსეები ვიქნებით და ბევრი რამე გვექნება ნანახი და მოსაყოლი თქო და ასეთი პასუხით გაგვცა რომ თავარია განწყობაო და ყველაფერი იქნება, მთავარია სიყვარული გქონდეს ადამიანს შინაგანადო რა. ძალიან ხშირიანობს რომ ხვდებით ხოლმე ასეთიან წყვილს, რომელსაც 50-60 წელი უცხოვრია. შეხვედრია წყვილი, რომელმაც გითხრა რომ 70 წელი ჰქონდათ ერთად გატარებული. და ეს ჩვენში ესეთი ისტორიები იწვევს ძალიან დიდ ემოციას, სიღრმისეულს და ხშირიანობს ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ მოკლე დროში იმდენი რამე ჩვენ ამ მოკლე დროში იმდენი რამე გამოვიარეთ. წარმოგვიდგენია ამდენი წლის მანძილზე კიდევ რამდენი ისტორია გვექნება. ხო, აი თითქოს ჩვენს თავს ხედავთ ხოლმე მათში და ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევთ. Πάμε σπίτι. Πάμε. მოვედით ჩვენს სახლში. ჩამოწი ცოტა თავი. რა, კასკისგან გაგთრად. რა. ჩვენ გეგმაში ვქონდა რომ საკუთარი სახლი როცა გვექნება, დავიხსნით ხოლმე ფერმებიდან ცხოველებს და გვეყოლება ჩვენ ბედნიერად გავზრდით. ვაჟა არ შეჭამს. ბედნიერად გავზრდით და ეს საყვალოდ ამ ჩვენი ცხოველების სიას ჩამოსვლის მერე შემოემატათ ხატს და ცხვარს. ნუ როგორც ვაწყობ, უფრო და უფრო იზრდება. ეხლა უყურებით ცხვარებს და მომიდა ერთი ცალი რომ ყავდეს აი უჩვენე. ერთი ცხვარი უნდა ყავდეს. აი ასეთი სკვერია აქ ჩვენთან ახლოს. გინდა ბაწო? გინდა. მიმიტყვა მაინც სუპერმარკეტამდე და სასუსნაოები და
რაც ქალი გარდაცვლილა. Γερასიმάνθης Κιαδαρესი, სახელი და გვარი, 91 წლის. და აი ასე აკრავენ ხოლმე, რომ პანაშვიდის შესახებ გააგებინონ ხალხს. აი აქ წერია ქმრის სახელი, ნიკოლაოს და შვილების ანასტასია გევგიონიისის, ალექსია გიორგოს. შვილიშვილები ასევე, და-ძმები. მოყვება ნახე ყვაც. რამდენი არიან? ყვაც ფსიოთ. ჯამში გადავიხადეთ 14 და 80 და მოდი ვნახოთ რაში. ჩიტოსი ღირდა евро და 95. ორი ცალი კრუასანი 7 days თითო 1 евро. კექსი 4 და 90. ორი ცალი 7 days მინი კრუასანი თითო 59 ცენტი. ორი ცალი ბუენო евро და 10 თითო. და ორი პატარა სანთებელა евро და 30 თითო. დომინოს თამაში არ გამოგვივიდა. სამნაირი დომინო არის. არც ერთი სულად არ არის. ასე რომ ვერ ვითამაშებ. ეცმინდა. როგორი იყო აბა? გამაგარი ვაფშე რაცი. არაფერი გასაკუთრებული არ მიწვია. მოვიყვანე ბავშვი საბანად. Kita παιδιά. Δεν βρίσκω παιδιά. Εσύ Άλεξε δέρμα.
მოვედით ზღვიდან და მოგვიტანეს საჭმელიც. დღეს ჩვენი საჭმელი არის მაკარონი ფარშით და მაკარონი კრევეტის მაგვარი რაღაც არის, ზუსტად ვერ გავარკვიეთ რა არის. აბა გასინჯა. პირველად ვჭამდა სუნი არ მომწონს, მაგრამ ხო, ძალიან ძაფრი ზღვის სუნი აქვს. ჩაიფიქრე სურვილი. პირველად რაღაცას რო სინჯავთ, სურვილი უნდა ჩაიფიქროთ. საიდან არის ეს მოფიქრებული და რატომ არ ვიცი, მაგრამ ხედავთ, მეც კი არ დავაკარე, პირველი ლუკმა ვაჟას გავასინჯა. ზუსტად კრევეტის გემო. ხო? მერტო ჩემო, მე გადამის. Ελάτε να πάρετε πουλάκια μικρά και μεγάλα. დღეს სხვა ფორმაში ვარ, მომბეზრდა ერთი და იგივე ტანსაც მისი ჩაცმა. მომაკითხეს და დაიგივარ სახლით. ნახეთ რა სილამაზეა. გავგიშდი. გამარჯობა. ამ კვირაში ჩემი მუშაობის ბოლო დღეა, არ ვიცი იქეთ კვირიდან თუ ჩამსვამენ, რადგან ჩვენი რესტორანი ძალიან მალე უნდა გაიხსნას წესით. მოვიყურები აი ასე. ესეთი საყურეები გავიკეთე გულის ფორმის. მისამაგრი ვერ ვიპოვე, ამიტომ ეს მიკეთია. აბადოკივით არის რაღაც. ჩვენი ბოლო პერიოდის რუტინა, როგორც იცით, არის ის, რომ დილაობით მიდის ვაჟა სამსახურში, იმ რესტორანში, მომაკითხეს ბოდიში. აი, ძალიან მეცინება. მეგონა რომ მომაკითხეს, რადგან ამ დროს მაკითხავენ ხოლმე მანქანით, რომ წამიყვანონ სამსახურში ფისკარდოში და ახლა მითხრეს, რომ 5 საათზე ვიწყებთო დღესო და ვინმე გაგაფრთხილა. არავის არ გაუფრთხილები ვარ. მოკლედ აი, არ ვიცი, წინ რა გველის საერთოდ. იმედია, ტყუილად არ ვითმინეთ და ტყუილად არ გვაქვს, უკვე მოლოდინები რა თქმა უნდა გაგვინახევრდა, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ არსებობს იმედი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ვნახოთ რა.
მოკლედ რადგან ძალიან დიდი დრო მოგვს ამ სამსახურში წავალთ, დაახლოებით 3 საათი. მოდით ვიჭირავთ იმის შესახებ თუ რა სიტუაცია არის აქ. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ არ გქონდა ცოდნა იმის შესახებ თუ ჩვენი რესტორანი ასეთ დღეში იყო, ანუ რემონტის ქვეშ იყო. არავის არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ გგონია რომ ჩადიხარ და უკვე ხვალ და ზეგ მუშაობას იწყებ, ეს დღეები იწელება უკვე ერთ თვეზე. ამ მოლოდინის პერიოდში ყოველდღე რო გგონია რომ ხვალ და ზეგ მუშაობას იწყებ და ასე არ ხდება და თან არც არავინ ინფორმაციას არ გაწვდის ან გიხმიანება. არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა გამოიწვევს აჟიოტაჟს და დობის დაკარგვას, ხო? დამსაქმებლის მიმართ. უკვე ორი თანამშრომელი წავიდა. ჩვენ შემთხვევაში ის არის რომ ძალიან დიდი გზაა ჩვენ ხო სალონიკში ცხოვრობთ, ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. ძალიან დიდი ხარჯები დაგვიჭდა ეს ყველაფერი. თან ჩვენი მეგობრებიც ჩამოდიან და ამიტომ უფრო ვითმენთ რა. სხვა ვარიანტებიც გქონდა სეზონური სამსახურისთვის და მაინც აქ იმიტომ შევაჩერეთ არჩევანი რომ ნორმალური ანაზღაურება იყო 6 თვეზე გქონდა გათვლილი. მოგვეწონენ როგორც ადამიანები, ერთი შეხედვით ვერ გასჯი, მაგრამ შეგიძლია შედარება გააკეთო რა, რომ სადღირს წასვლა. სხვა ვარიანტი რომელიც გქონდა, გადაწყვეტილი სადაც მივდიოდით, იყო ფასოზე, მაგრამ იქ იყო 4 თვიანი სეზონი. უფრო მეტი ანაზღაურება გქონდა ვიდრე აქ, მაგრამ 6 თვეში ჯამში მაინც უფრო მეტი გამოვიდიოდა და ამიტომ გავაკეთეთ არჩევანი აქ. ასევე ახლოდანაც შევხვდით და ძალიან კარგი წარმოდგენა დაგვრჩა. თუმცა ჩამოსვლის დღიდან სულ სხვა რაღაცას ვხედავთ. სიმედია დაგვიფასდება ეს ყველაფერი. ახლა მოდით იმაზეც ვილაპარაკოთ, თუ როგორ ნახეთ ეს სამსახურები, როგორ ხდება აქ საბერძნეთში სეზონური სამსახურების პოვნა და ასე შემდეგ. აქ ჩვენ ცხოვრობთ საბერძნეთში, 3 წლიდან აქ გავიზარდე. ვაჟაც სალონიკში დაიბადა და 9 წლამდე იყო, მე წავიდა, მაგრამ ერთად ჩამოვედით უკვე 2 წელია მგონი რაც აქ ვართ ერთად. ეს ყველაფერი აქ მცხოვრებისთვის არის ძალიან მარტივი, რადგან აი ასე რომ ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი რუტინა უკვე აქ მცხოვრებებისთვის, რომ მიდიან სეზონურ სამსახურებზე. რატომ აკეთებენ არჩევანს სეზონურ სამსახურზე? ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც მიდიხარ, ვთქვათ 6 თვით კუნძულზე, სახლი მათია, კვებაც მათია, ამიტომ თითქმის არაფერში არ გიხარჯება ფული. მით უმეტეს, როდესაც მუშაობ. ბევრი რაღაცის გაკეთების დრო არც გაქვს ძალიანაც რომ გინდოდეს, რომ ფული ხარჯო. ამიტომ ასე რომ ვთქვათ, რაღაცნაირად გაქვს გარანტირებული, რომ აი ამ თვიდან ამ თვემდე გავჩერდები. რა თქმა უნდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ზოგადად ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ საკითხში სეზონურ სამსახურებზე და ზოგადად სამსახურებზე. ამიტომ რაღაცნაირად თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, იცი რომ აი ამ თვიდან ამ თვემდე გაჩერდები და ნუ ამდენ ჩამოიტან ვთქვათ რა დაახლოებით. არის ერთ-ერთი კარგი ფულის დაგროვების საშუალება რა, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აკეთებენ არჩევანს, ხელფასებიც ოდნავ უფრო მეტია, მაგრამ ჯამში, როდესაც გადასახადები არ გაქვს, როდესაც კვებაში ფულს არ ხარჯავ, მით უმეტეს ვინც ბინისკირაში, როდესაც ბინისკირა არ გაქვს, უფრო მარტივად აგროვებ ფულს. ეს არის მხოლოდ მიზეზი ამის. ზოგადად არის ძალიან ცუდი სიტუაციები ხოლმე. მაგალითად შეიძლება ძალიან ცუდ საცხოვრებელში გაცხოვრო, აი კონტეინერში, პირდაპირ მნიშვნელობით კონტეინერში შეიძლება იცხოვრო, სადაც არის ღრიჭოები და მთელი მწერები და რა ვიცი კი არსებობს, შემოდის შენთან, შენ საცხოვრებელში. ძალიან სიბინძურეში საცხოვრებენ, ძალიან ცუდ პირობებში, შემდგომ ამას თავი რო დაანებო, შეიძლება ხელფასი არ გადაგიხადონ, შეიძლება ყველაფერი სხვანაირად დაგხვდეს იმას, რაც ელოდი, მოკლედ ძალიან რთული არ ხდება ასე მარტივად. ხო ჩვენ შემთხვევაში ძალიან დიდი იმით გაცრუება ხდება. კი მართალია ჩვენ ხა გვიყურებთ ასე პოზიტიურებს, რაღაცას ზღვაზე დავდივართ, ვათვალიერებთ, მაგრამ წარმოვიდგინეთ, ჩამოვედით, ვიცით რომ აი ვიმუშავებთ, თან 2 ადამიანი ვართ, ხო, საერთო სალარო გვაქვს, საერთო გეგმები გვაქვს და საერთო მიზნები, რაშიც ამ ფულის ჩადება გვინდა. წარმოვიდგინეთ, ხა ერთი თვე ისე დავკარგეთ მე და ვაჟას საერთო ჯამში, 4-000 გვაქვს დაკარგული. თავის ხელფასიან, ჩაის ფულიანად, შემდგომ უკვე სეზონს რომ ამთავრებ კიდე რაღაც ფული გიბრუნდება და გერიცხება, ასე რომ ვთქვათ. ან ჯამში სადღაც 4 დაკარგული გვაქვს და არ არის ეს ცოტა ფული. ზოგადად საბერძნეთში სამუშაოები არის საათში 5 ევროს გიხდიან და კარგია 5 ევრო გადაგიხადეს, იმიტომ რომ ბევრად ნაკლები ანაზღაურებაც არის. არის მარტივი სიტუაცია. დიდი იმედები გვაქვს, რომ დაგვიფასდება, რადგან უკვე თავიდანვე ვახსენეთ, რომ შარშანაც ვიყავით სეზონზე და არ წავიდა ყველაფერი ისე როგორც გვინდოდა. ზოგადად მაგის იმედი არც უნდა გქონდეს. ვერ იქნება ისე როგორც შენ გინდა ყველაფერი, მაგრამ გასაძლისი სიტუაცია მაინც რომ იყოს კარგია რა. რომ ჩემი წასვლის დროც მოვიდა, მომაკითხეს, ჩემს საყვარელ დეიდებს ვლაპარაკებოდი და ასე გავიყვანე დრო. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ბებია ჩემს ყავს 11 შვილი და წარმოიდგინეთ რამდენი დეიდა ბიძები და რა ხელა საათესაა ყავს ზოგადად და ვაჟას ბებიას ყავს 12. მე რა ესე ამაყად ვიძახდი ხალხში რომ აი ბებია ჩემს 11 შვილი ყავს და რა იშვიათია და ასე გადამიჯოკა ვაჟა ბებია ჩემს ეგრე 12 ყავსო. მოვედით ფისკარდოში. Ogle. ჩემი პატარაო. მოვედი მე. ჩემი სიყვარულია. მეკვახა. ბიბი. გაიღალება წი. არა. არა. რა მაგარი მთვარეა ნახე. როგორ ანათებს? ხო, ეხა ეს დღეები მალე იქნება სხვა პლანეტების გამოჩლება. ვაუ, მართლა. და ხო წინა სეზონზე რო ვიყურებთ და ვარსკვლავის რა ლამაზია. 2 პლანეტა რო ჩანდა, მასე იქნება კი, ეს. ვა, რა მაგარი. სამსახურის ფორმები დაგვირიგეს. აი ეს ზედა იქნება და ეს შორტები.
შორტები. და ეს შარვალი შვენივრად გამოიყურო და ეს ფართუკიც. ვაუ, როგორი პროფესიონალი ხარ. მოიცადა დისკო არა. და შლაპანცები ფეხზე. ვაუ, რა სიმპათიური მიმტანი ბრძანდებით. გმადლობთ. Enjoy. თქვენი ნომერიც რომ დამიტოვოთ. მე არ მოწ. ჩურა. ესერა, არ მოწ. უიმე ჩემი პატარა. გასას, პერასტე პარაკალო. ეს ხარისტუმე. ხარისტო. მოიცარ ხავაი სამგისახურე. Oh, thank you so much. Καλή απόλαυση. Thank you. Oh, no, thank you. No, thank you. დილა მშვიდობისა. დილის 8 საათია ჩვენთან. ახლა ავდექით, შევჭამთ და გავალთ პირდაპირ მელიტიში. ავედით. ერთი ჰარლი დევიდსონი რო გვაჩუქოთ რა. მე წარმოიდგინეთ კადრებს შემოგთავაზ. მოვედით მელიტიში. What? მაგიდებით მოსულა. რა ხდება აქ? იკეთებს ყავას. მეც ხელშეკოვას დავლე. იმიტომ რომ ყავა გულს მიჩქარებს. და უკახეინო კიდე. აუ, გუში რო სამი ყავა დავლე, ეგ უთხარი. ხო, მირეკავს და სამი ყავა დავლე დაუფრინავო და აბა რა იქ სამი ყავა რო დავლე, ალბათ გული დამარტყავს. ხო. ბოდავდა რაღაცებს. აღარ მახსოვს ზუსტად. მე მგონი მეც გელაპარაკებოდი თუ მე სიზმრა საერთოდ და მეც ვერ ვარ კარგად არ ვიცი. არა, მართლობოდები, მახსოვს, ხელი რამე კოშმარები მესიზრებოდა რა. რაღაც სულელი მსგავსი რაღაცა ვაფშე როგორ წაგვიდა. ეგეთია სიზმრები. აი ესე იზიდებიან. ეს არის მაგეთის ძირი და ზემოდან უნდა დააკრო. აი ეს დიდი ბეტონები. იცით რა მძიმეებია? ბეტონია რა, 1-30-40 კილოიანი ალბათ. დილის ხაზე მოვედით და უკვე 5:09-ია. აი ეს ყველა მაგი და სილიკონით დავაწევეთ. ძალიან ცოტა დარჩა და მალე მოვჩებით. დავიღალეთ. შენ უფრო დაიხა. დავიღალეთ, ანუ მაგას ქვია დავიბრიდეთ. 150 მაგი და გადავაადგილეთ თავის ადგილებზე ორმა კაცმა და მე დავაწევით. მოკლედ დამღლელი დღე იყო რა და ეხა ესე ვგდივართ. გარეთ წვიმს. აუ, ისე კემბრიელია მიდია ძალიან. აი ესე უნდა ეგდო რა. ხო, ცხელი ჩაი კაი. კაკეთე. კექსიც დაჭერი ბარე. მეტი არც არაფერი არ გქონდა. მშვიდობისა. ეხლა ჭამთ, როგორც ყოველთვის იყვიყოს. გავამზადებით და გავალთ მელიტიში და იქიდან გავაგრძელოთ. არ მომეწონა ის პორტოღლის სეტი და ყავისფერში ჩავიცი ზუსტად იგივე. დღეს აი ეს სპორტულად და გრილად გამოვიყურები. გუშინ ძალიან დამცხა იმ შავებში რომ იცვა. ვაჟასაც შორტები ჩავაცვი. ჩაგაცი, ბები, სვეტები ჩაგაცი.
ამაცია ის. ან ჩაგაცი ახლა გითხარი შორტები ჩაიცვით. აი იდეა მომაწოდე. ხო. პოლიციამ გაგვაჩერა. სამოწმებლად. ყველაფერი ლეგალურად იყო დაგვაპატიმრეთ ბატონო პოლიცია. პაწი გვიჭერენ პაწი. პროსტა გამოწმებთ ხო ესეთ? ხო. იმედია სიჩქარე გადაჭარბებული არ ქონდა აქ რავი არ ამგონია რაღაც. იმედია არ გვაჯარიმებს და უბრალოდ მონაცემებს იწერს რომ შეგვამოწმა. მაშინ გვეთყოდა თუ რამე დავაშავეთ ანუ არაფერი. ბატონმა პოლიციელმა ყველაფერი კარგადო გამოგვიშვა და მოვედით მელიტიში. ნახეთ რა დღეში აქ ყველაფერი. უბრალოდ დღეს იყო ის ერთადერთი დღე, როდესაც საფულე თან არ წამოვიდე და საფულეში მედო თან მართვის მოწმობა, საბუთები, ყველაფერი და აი მაინც და მაინც დღეს გაგვაჩერეს. მაინც და მაინც. თან აი უკვე მასულები ვიყავით, აი 2 წუთის გზაზე ვიყავით. Καλησπέρα. მოკლედ ესე რა. აი სუმას ხდება ხოლმე. ალი ტიკანის ბრადერ. აი ასეთ ამბებში ვართ. ეძლევა ფორმა ნემნილად ჩვენ რესტორანს. სკამებს ხსნით და გამოგვაქვს. აი ესე დავაწყეთ. ცოტა დარჩა. გავწყდით. ისვენებთ ახლა. თაომაზინზის ჩასვლა. დავიყარეთ მაგრად. დილის 11 საათიდან აქ ვართ და 9 დაიწყო ახლა. წარმოიდგინეთ. კრეპების საჭმელას ჩამოვიდნენ ჩვენი თანამშრომლები. დაგვაპურეს და მივდივართ ახლა სახლში. 11 უკლია 15, ესე იგი დილის 11 საათიდან. ხო, ну 11-ზე იქ ვიყავით რა. ვართ გარეთ. ძალიან დაღლილები. უნდა ვიყოს აქ დილის 8 საათი. მელიტიში. ისე მოსაწესრიგებელი ყველაფერი. ძალიან დავიღალეთ, რაც დავიღალეთ. გვეძინება ეგრევე. პირდაპირ დავწოვით და დავიძინე. 8 საათი ხდება 7-ზე ავდექით, წესთმა გავსულიყავით 8 ნახევარზე. ასე რომ ველოდებით ჩვენს თანამშრომლებს მათ უნდა გავყვეთ დღეს. უშინ ღამით სიოდა და შორტებით და მოკლე მკლავიანი მაიკით ვიყავი წასული. მოტოციკლეტი იქ დავტოვე, იმიტომ რომ გზაში გავიყინებოდით, იმიტომ რომ წამოსულიყავით. ლიზა კვერცხი მოხარშა. ამჯერად მოხარშა. ხო და ეხლა შევჭამთ და იყოსთვის არ იყოს საკმარისი და ბოლოს ამ კვერცხი მოხარშა. ნო, ეხლა გავალთ რა მელიტიში ის. ეს არის ჩვენი ფული. რაც დაგვჭა.
აი რა იპოვა ლიზამ. არ ჩანს კარგად დადე. ნახე როგორი ბეწვები აქ პაც. მუხლხო არის და ალბათ პეპელად გადაიქცევა, ხო? ცოტა ცუდი შეფერილობა აქვს. რაღაცა ქვია. ხო, რავი არ მახსოვს რა. ჭუპრიში არის, ხო? ვაუ, რა საინტერესოა. ცოტა ხანში გაფრინდებიან ლიზა მოძრაობს ნახე. და ჭუპრი ერთად. სადმე ჩამოვიდა. J'avais ახლა არის ღამის პირველი საათი. სადღაც 12-ზე მოვიდით სახლში. დილის 7 საათიდან ვართ ფეხზე და ვართ მელიტიში. წინა ვიდეოც რო ნახეთ. ეგ კიდე არაფერი არ იყო, იმდენი რაღაცა გავაკეთეთ. ვხეხედ გლიჯეთ და რავი, ყველა ხელობას დავეუფლეთ. საერთოდ მე მგონი რაც კი შეიძლება არსებობდეს. სახეზეც გვეტყობა ალბათ გაწაშინები ვართ. მაგას რომ თავი დავანებოთ, კიდევ კარგი, დილით სანამ გავიდოდით, უცბად რაღაც თითო კვერცხი მოვიხარშეთ და ვჭამეთ. იმიტომ რომ 13 საათის შემდეგ გვაჭამეს ზუსტად. დენი არ ჰქონდათ, სამზარეულო საჭმელი ვერ მოგვიმზადა და დილის 7-ზე რო ავდექით და 8-ზე უკვე იქ ვიყავით. საღამოს 8 საათზე მოგვიტანეს საჭმელი. და ისიც პიცა. და უკვე რავი, თავბრო გვეხვეოდა, ისე ვიყავით. ხან მე ვასულიერებდი, ხან თვითონ მასულიერებდი. ნახოთ ახლა მოლში რა იქნება. იმეც ისევ მაინც ავკარგავთ ერთი თვის მოლოდინის შემდეგ. ნახოთ რა იქნება. ბოლო სხვა სამსახურს ვიპოვით რა. და ახალ თავგადასავალს შემოგთავაზეთ. ახალი კუნძული დავუყაშქროთ. გვისურვეთ რომ გახსნამდე მაინც მივახციოთ და სადმე არ მივიჩეხოთ. გული არ წაგვივიდეს რავი. რომელზე უნდა ვიყოთ ხალიქ? დილის 8 საათზე. ასე რომ წავედით ახლა კალინიხტა. დავიღვიძეთ, ახლა უკვე იქ უნდა ყოფილიყავით წესით, მაგრამ არა უშავს, როგორც თვითონ გვაწვალეს, ისე ვაწვალებთ ჩვენს. ვაი, მე აღარ შეგვიძლია, რა ვიცი ახლა. ასე რომ მივალთ დაახლოებით საათნახევრით გვიან. და მე იქიდან ჩაკერთვებით რა. კარგ ხასიათზე ვარ, შევიქმედი განწყობა, ოჟამჩართო. უცნობის მუსიკები და ესე რა, მივდივართ ახლა და უნდა გავარჩიოთ საქმე, რომ არ გვაწყობს თქო. ეგრე თქო თქვენ როგორც იძახით თქო რა. ჩვენი საუზმე რომელიც ლიზამ ძირს დაყარა. აი, პარ შამე. სხვა მაინც არაფერი არ გვქონდა. Stros ram pam pam. შენ მომინდები. Ram pam pam. Miramindები. Muzis kotsilis stros ram pam pam. შენ მომინდები. გადაგვიყვანესო. აი მოდის გითხრა. ჩვენო მეო ახლა თურმე შეგვშლია კონტრაქტში არასწორად წავიკითხე. მიმტანებად კი არა, თურმე დაალაგებაზე ვთქვა. აი ესე. ვისწავლეთ ეს სამსახური, ასე რომ შემდეგ სეზონზე მეტი გამოცდილება გვაქვს ხეობაზე. პირდაპირ დამლაგებული. აი ეს აუზი მთლიანად უნდა გავწმინდოთ. მოკლედ რა, თუ გინდათ წყვილი, რომ დაგიწყრიალოთ სახლი, აუზი, რავი, რესტორანი, დაგვიკავშირდით.
აი ასე ვახარისხებთ გოგოები რაღაცებს. ღამის 11-ის ნახევარია, ამ წამს მოვჩით და მივდივართ სახლში. დღეს არ ვართ ისეთი დაღლილები, არ ვიცი რატო. ალბათ იმიტომ რომ 13 საათი არ გვეშიმშილეს და შუადღეს ჭამეთ საჭმელი. ბოლოს ჭამე სამითებში ახლა. ხვალ გვინდოდა რომ დაგვესვენა და თან ზღვაზეც წავიდოდით, მაგრამ ის გოგო რომელიც ჩვენი სტაფიდან ქვედა რესტორანში მუშაობს, სულ იქ არის და მაგასაც უნდა ერთი დღე რომ ამოვიდეს და ამიტომ მაგზავნიან მე. დიდად არ მინდა, მაგრამ იმ გოგოს ხათრით წავალ. გზაში გავჩერდით ახლა. ისეთი ლამაზი ღამეა, ნათელი მთვარე და ეს რაღაცა ღრუბლები ნისლი და ვარსკვლავი და რა ვიცი. ყველაფერი ძალიან მაგარია. ანუ მართლა აი ძალიან გასაოცარი ადგილია გავჩერდით ცოტა ხნით დასაწყობები. უბრალოდ აი კამერაში მართლა არ ჩანს არაფერი, თორე თქვენი თვალებით რო ხედავდეთ აქაურობას, პაწი ნელამად გადასავარდნია. ალბათ გაგიჟდებოდით, აი აქ რო იყოთ ახლა ამ წამს. აი ეს ხედი ნახეთ. და მე აი აქეთ, აი ეს ღმერთო ჩემ. Oh.